რამდენიმე თვიანი მასობრივი ანტიკორუფციული პროტესტების ფონზე სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა. საპროტესტო ტალღა 2024 წლის ნოემბერში მატარებლის სადგურის ჭერის ჩამონგრევას მოჰყვა, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მილოშ ვუჩევიჩმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც 27 იანვარს ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესაბამისად მთავრობის სასწრაფო და ვრცელ რეკონსტრუქციას გეგმავდა. პრემიერმა გადადგომის უშუალო მიზეზად ახალგაზრდა სტუდენტზე 28 ნოემბრის დილით მომხდარი თავდასხმა დაასახელა. გავრცელებული ცნობებით თავდამსხმელები სერბეთის მმართველი პარტიის წევრები იყვნენ. როდესაც დიალოგის აღდგენის იმედი ჩნდება, თითქოს უხილავი ხელი ახალ ინციდენტს ქმნის და კვლავ ზრდის დაძაბულობას, განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა 28 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. ნოვი სადში წუხელ მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩემი უპირობო გადაწყვეტილებაა დავტოვო სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ამ დილით დიდი ხანი ვესაუბრე სერბეთის პრეზიდენტს. ყველაფერი განვიხილეთ და მან ჩემი არგუმენტები მიიღო. ვფიქრობ, ამით ვაჩვენებთ პასუხისმგებლობას, რათა არ გამწვავდეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება და არ გაღრმავდეს საზოგადოებაში არსებული განხეთქილება. ვაჩვენებთ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას და მზად ვართ ვითარების დასამშვიდებლად. მე და პრეზიდენტი ვესაუბრეთ ნოვი სადის მერსად. დღეს ისიც გადადგება და აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას. ამით ჩვენ ვასრულებთ ყველაზე რადიკალი დემონსტრანტების პოლიტიკურ მოთხოვნებს.